დახრა აქ და შეიძლება რა არ გადავა მან დახრა. არ გადავა. ახლა ეს ჩემი ძეთნი აი იქ რო იყო რა დაინახე ჩაიტანა და რა კარგად ჩააგდო იქ რა. აი გამოიწვა. ეგ დაიცვა ხო? ის არხი დაიცვა. მდინარე ფოცხოვის სანაპიროსთან პავლე ათუნაშვილის ოჯახს საკუთრებაში 4 მიასედი მიწის ფართობი აქვს. ამბობს, რომ 2 დღის წინ აკვეთში იმყოფებოდა და კომბოსტოს დასარგავად ნიადაგი მოამზადა. მეორე დღეს კი ფართობის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ათუნაშვილი წყალდიდობის მიზეზად უხნალექს ასახელებს. ამბობს, რომ გამოდარების შემდეგ მთაში თოვლმა დნობა დაიწყო და მდინარე ფოცხოვიც მოულოდნელად ადიდდა. ყურადღება აღარ ექცევა რა. აი დააკვირდით ამ ნაკვეთს აქედან აღარავინ აღარ პატრონობს რა. ყველას გაუჭირდათ. ვიღართ ხა არ ვიცი. და თესით კი დავთესავ, მაგრამ ეს ჯებირი აღარ არის და ხვალდაზე კიდე რა იქნება არ ვიცი რა. მამა პაპური მიწევის დაუტოვე. მამა პაპური. ვალეში ამბობენ, რომ ფოცხოვის სანაპიროზე არსებულ მიწის ნაკვეთებს პრობლემა ყოველ გაზაფხულზე ექმნება. ადიდებული მდინარე კალაპოტს იცვლის ფართობებს, ბორავს და ნათესებს ანადგურებს. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვალეში სპეციალური ტექნიკა გააგზავნა. თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან აქ მყარი ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში საფრთხე ასობით ჰექტარს ემუქრება. ყოველწლიური გაზაფხულით ყოველთვის პრობლემაა. გადადის ნაკვეთებში ბორავს ყველაფერი აფუჭებს ამოხდებს. ეს ამგვარ არხზე ერთ დღეში გაავსოს და გაასწორებს ყველაფერი. აქ თუ ბეტონი არ ჩაიწყო. ბუზი ჯებირები თუ არ გაკეთა, აქ არაფერი არ შეის. თოსავს რაკნას. გლეხმადა გაკეთოს და. წყალი ძალიან ადიდებულია. მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და დააზიანა მოსახლეობის ნაკვეთები. რომ არა ოპერატიული ჩარევა, აი ამ ნაკვეთებს ასობით ნაკვეთს საფრთხე ემუქრებოდა. მდინარის სანაპიროებზე არსებული მიწის ფართობების შესანარჩუნებლად უფრო მყარი ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარება რომ აუცილებელია, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ადასტურებენ. თუმცა ვალეში არსებული პრობლემის მიზეზად ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი წლების წინ მოსახლეობის დაუდევრობას ასახელებს. ნოდარ ბალახაშვილის თქმით, ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე ტექნიკას სარწყავი არხის მოსაწესრიგებლად შეიყვანეს, რამაც სანაპირო დააზიანა და ფოცხოვმა კალაპოტი შეიცვალა. ამ ეტაპზე კი ტრაქტორი მდინარისთვის პირვანდელი კალაპოტის დაბრუნებას ცდილობს. ყანიდან მთელ სიგრძეზე სადღაც 15-20 მეტრის სიგანის მსხმოიარე ყანა უკვე წაღებული აქვს. აი ადამიანების ჩარევამ გამოიწვია ეს სიტუაცია. უბრალოდ უნდა გაეწმინდათ ზედა არხი, რომელიც იქ არსებული არხია და უпроსტად არსებული იყო, მაგრამ გაუწმინდაობის გამო გამოვიდა მწყობრიდან. ის არხი რო გაწმენდილი იყოს და ის არხი მოქმედებდეს, ამ არხის მდინარის კალაპოტის შეცვლის საჭიროება არ იქნებოდა. ვალის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალდიდობის შედეგად სახნავ-სათესი ფართობები ხშირად იტბორება და მრავალწლიანი ნარგავები ნადგურდება. ამის გამო ადგილობრივები მიწის დამუშავებაზე უარს ამბობენ და ნაკვეთებს ტოვებენ.